მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი, ამ ვიდეოში გავივლით Arduino Python-ის კურსის პირველი იუნიტის მე-12 ქვეთავს. შემოვედით Code.js-ზე, შევდივართ აი ამ კურსზე Arduino Python-ი ვიდეოები. თუ გაინტერესებთ როგორ უნდა დაემატოთ ამ კურსს, ან ამას, ან სხვა კურსებს, რაც გვაქვს მოცემული, მაშინ გადადით YouTube-ზე, მოძებნეთ ლევანი მასწი, გადადით დასაკრავს სიებში და აქ ჩამოთვლილი არის ყველა ის კურსი, თუ რასაც გავდივართ, ხო? ახლა გადავდივართ აქ, შევდივართ Arduino Python-ში და გაჩერებული ვართ 1-ის მე-12 ქვეთავზე user input. პირველი ვიდეო, მეორე კვიზი, მესამე უკვე დაწერილი კოდი, სადაც უნდა შევიდეთ, გავარჩიოთ და ვნახოთ თუ რა გვაქვს და რა დაგვდება დაწერილი. X-ით დავაჭიროთ, აი ეს მწვანე და ლურჯი ასოებით დაწერილი ტექსტი არის კომენტარი, ეს არის მრავალსტრიქონიანი კომენტარი, ეს არის ერთსტრიქონიანი კომენტარი. შემდეგ speed-ი გვაქვს სიჩქარე მითითებული 5 და საშუალო სიჩქარე არის ამ კურსი. Length ცვლადი არის შექმნილი, რომელიც 25-ს უდრის თავიდან, შეიძლება შემდეგ იცვლებოდეს, არ ვიცი, გადავხედოთ, ახლა ვნახოთ. ესეც კომენტარი არის, რომელსაც პროგრამა არ კითხულობს, უბრალოდ ჩვენთვის არის, ეს და უბრალოდ აღწერილი არის ეს ფუნქცია თუ რას აკეთებს. აქ ფუნქცია არის შექმნილი სახელად draw hash mark-ი და მითითებული არის ფერი, color-ი და color choice. Color choice-ი აი აქ არის ცვლადი შექმნილი, რომელიც მომხმარებლის მიერ იღებს ფერს. შემდეგ pen size-ი არის მითითებული პარამეტრად აი ეს, ხოლო ეს პარამეტრი ცვლადის სახით აქ არის შექმნილი და რომელიც ასევე იღებს მომხმარებლის მიერ შეყვანილ რიცხვს. შემდეგ left მობრუნდება მარცხნივ, წინ წავალთ 5 პიქსელით, უკან დაბრუნდება, გააკეთებს აი ამ მოქმედებებს, ხო? ახლა გავუშვათ runs დავაჭიროთ და აი აქ გვეკითხება თუ რა ზომის გვინდა რომ ჩვენი კუს დახატული ხაზი რა ზომის იყოს, ხო? ესე იგი უნდა მივუთითოთ 1-დან 20-მდე. ამას გვეკითხება ზუსტად აი აქ. ნახეთ, ზუსტად აი აქ. თუ გვინდა რომ მომხმარებელმა რიცხვი შეიყვანოს, ანუ ჩვენი კითხვა, რომლის პასუხიც იქნება რიცხვი. ამ შემთხვევაში უნდა დავწეროთ int input და აუცილებლად აქ უკვე მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს integer რიცხვი, ანუ მთელი რიცხვი უნდა შეიყვანოს, რაღაც ტექსტს ვერ შეიყვანოს. და აი აქ გვეუბნება რომ შეიყვანეთ რიცხვი 1-დან 20-მდე, ხო? ზუსტად ჩვენ რასაც შევიყვანთ, აი 5-იანს თუ შევიყვანთ და enter-ს დავაჭერთ, აი ეს 5-იანი შეინახა აი ამ ცვლადმა და აი ამ ზომით დახატავს ახლა იმ ფერის ხაზს თუ რა ფერსად შევიყვანთ. ესე იგი ჩვენი შეყვანილი რიცხვი 5-იანი შეინახა ამ ცვლადმა, ხოლო ახლა გვეკითხება ფერს და ფერს რომ შევიყვანთ, მაგალითად red-ი რომ შევიყვანოთ, აი ამ ფერს შეინახავს აი ეს color choice-ი, ანუ ეს ცვლადი და enter-ს დავაჭიროთ. აქ არა, აი აქ დავაწყაბნოთ და enter-ს დავაჭიროთ და აი აქ წითელი ფერის 5 პიქსელიანი ზომით დახატა და ფერი წითელი. ჩვენი ფერი შეინახა აი ამან, რომელიც 4-ჯერ მეორდება, ანუ 4-ჯერ გვეკითხება ფერს და შეგვიძლია სხვადასხვა ფერის გავაკეთოთ, ხოლო ზომას გვეკითხება ერთხელ, აი აქ დასაწყისში. აი აქ, კონკრეტულად აქ. აი აქ დავაწყაბლოთ და მივუთითოთ green და აქ უკვე მწვანეს გააკეთებს. აქ თუ მივუთითებთ blues, გააკეთებს blues და აქ მაგალითად yellow გააკეთებს quitters. ესე იგი, თავიდან რომ გავუშვათ, აიღო კალამი, წავიდა უკან, ანუ ამ პოზიციაზე, შემდეგ დადო კალამი და აი აქ ცვლადში გვეკითხება რიცხვს თუ რას ზომის დახატოს ჩვენი ხაზები, ხო? აი მაგალითად მივუთითეთ 20. აი მაგალითად აქ დავაწყაბრეთ და მივუთითეთ 20 და enter-ს დავაჭირეთ. ახლა უკვე 4-ჯერ იმეორებს აი ამ კოდს for loop-ში. ესე იგი, წადი წინ length-ით, ანუ 25 პიქსელით, შემდეგ აირჩიე ფერი, ანუ შემეკითხე, ანუ user შეეკითხე ფერი თუ რა ფერით დავხატო. ამ შემთხვევაში აქ მოდით ახლა მივუთითეთ
green, მივუთითოთ green-ი, enter და დახატავს უკვე სხვილს, იმიტომ რომ 20 გვაქვს მითითებული. და როგორ დახატა? აი ეს ფუნქცია გამოიძახა და ეს ფუნქცია ხატავს ზუსტად აი აქ ამ ხაზს. ესე იგი, ფერი აირჩია ის ფერი თუ რა ფერის მივუთითეთ ჩვენ აქ, ანუ color choice-ი პარამეტრად აქ ჩასვა. pen size-ი მივუთითა აი აქ პარამეტრად, რაც მივუთითეთ ჩვენ ეს 20 რომ მივუთითეთ. მერე მობრუნდა მარცხნივ, წინ წავიდა 25 პიქსელით, უკან წამოვიდა 50 პიქსელით, ისევ წინ წავიდა და მარჯვნივ მობრუნდა. ანუ საწყის პოზიციაზე აი აქ დარჩა და pen size-ი გაუტოლა ისევ 1-ს, იმიტომ რომ აი აქედან აქამდე ისევ წვრილი ხაზი დაეხატა, ხო? ახლა აქ თუ მივუთითებ plus გააკეთებს ლურჯ ხაზს, ისევ blue რომ მივუთითებ, ისევ ლურჯ ხაზს გააკეთებს, red რომ მივუთითო, წითელს გააკეთებს. კარგი, ეს გასაგები არის, next დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე, აქ უკვე დაწერილი აღარა გვაქვს კოდი, ჩვენით უნდა დავწეროთ, ესე იგი, უნდა ავირჩიოთ color choice-ი და radius-ი, ესე იგი, მომხმარებელს უნდა ვკითხოთ 2 რამ, radius-ი და color choice-ი. ესე იგი, აქ 4 წრე უნდა დავხაზოთ და radius-ები 25 პიქსელით უნდა შემცირდეს. ანუ პირველი წრე უნდა იყოს 100 radius-ის მქონე, მერე 25-ით ნაკლები, 25-ით ნაკლები და ასე შემდეგ. კარგი, დავიწყოთ ახლა, მოდი პირველ რიგში შევქმნათ ქვევით, იმიტომ რომ ცევით ფუნქცია უნდა შევქმნათ და ცვლადი შევქმნათ radius-ი, რომელიც უდრის 100. წელიწადში არ გვინდა. შემდეგ pen-up-ი გვინდა. როდესაც აქედან ქვევით წამოვიყვანთ ჩვენ კუს, არ უნდა დახატოს ის ხაზი, ხო? ამიტომ pen-up-ი გვინდა და თქვენ იცით, რომ საწყისი პოზიცია კუს არის აი ეს ცენტრი, შუაში. შემდეგ გვინდა შეგვიძლია დავწეროთ set position-ი და შეგვიძლია დავწეროთ მობრუნება მარჯვნივ, right 90 გრადუსით. წავიდეს წინ forward-ი 100 პიქსელით და left 90 გრადუსით. რანს დავაჭიროთ და აი ჩამოვიდა აი ამ საწყის პოზიციაზე, საიდანაც უნდა დაიწყოს კუმ წრის დახატვა, ხო? შეგვეძლო ამის მაგივრად set position-ი დაგვეწერა, მაგალითად 0 და -100. მაგალითად set position 0 ძიმე -100. გავშვათ და აი ეს წავშალოთ, რანს დავაჭიროთ და აი ჩამოვიდა ისევ აქ. აი ეს. ასეთ შეგვეძლო. ამის შემდეგ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ესე იგი 4 წრე, ხო? 4 წრეთ უნდა გავაკეთოთ და რაღაც გვიმეორდება, ამ შემთხვევაში წრის დახატვა გვიმეორდება 4-ჯერ, მაშინ გვჭირდება for loop-ი. ანუ for I in range გავიმეოროთ 4-ჯერ, გადავედით გვერდით, გავხსენით 2 წერტილი, enter-ს დავაჭირეთ. ახლა აქ 4-ჯერ უნდა გააკეთოს წრე. ამისათვის უნდა შევქმნათ ფუნქცია, მაგალითად ფუნქციას შეგვიძლია დავარქვათ circolor, ანუ ფერადი წრე, ან color circle, რაც გვინდა. შემდეგ აქ შევქმნათ ფუნქცია, მაგალითად define circle color 2 წერტილი enter. კალამი უნდა დადოს ახლა კუმ, ანუ pen down გვინდა. შემდეგ გვეუბნება რომ აი აქ color choice სლადი უნდა შევქმნათ, ესე იგი აქ color choice-ი უდრის და აქ მომხმარებელს უნდა შევეკითხოთ უკვე ფერი, ხო? ანუ input აუცილებლად გვჭირდება რომ გამოვიდეს აი აქ ფანჯარა და შეგვეკითხოს. ჭალები უნდა გავხსნათ თუ რა გვინდა რომ შეგვეკითხოს და აქ მაგალითად დავწეროთ enter color 2 წერტილი space-ი ბოლოში გადავედით და enter-ს დავაჭირეთ. ესე იგი, როდესაც მომხმარებელი ფერს უკვე შეიყვანს, ჩვენ უნდა დავიწყოთ ფერის ჩასხმა. ესე იგი, begin fill-ი გვინდა, ხო? begin
ქვედატირე fill. შემდეგ color უნდა ავირჩიოთ თუ რა ფერით ჩაასხას და რა ფერით უნდა ჩაასხას, რა ფერიც მომხმარებელმა შეიყვანა, ხო? ამიტომ აქ პარამეტრად ვუთითებთ აი ამ ცვლადის სახელს. color choice ჩავწერ აი აქ. ამის შემდეგ წრეს ვხატავთ, ანუ circle და წრე უნდა იყოს რადიუსის მქონე, ანუ ეს რადიუსი უნდა ჩავსვა აქ. ამის შემდეგ უნდა დაამთავროს ფერის ჩასხმა, ანუ როდესაც დახატავს წრეს, ჩაასხამს ფერს და უნდა დაამთავროს ხო ფერის ჩასხმა, ანუ end fill-ი გვინდა, ფერის ჩასხმის დამთავრება. და როდესაც აი აქ წამოვა და დახატავს ერთ წრეს, მე უნდა ავიდეს ზევით, ხო, ზედა პოზიციაზე, ანუ 25 პიქსელით ზევით უნდა ავიდეს. მაგრამ თუ ზევით გვინდა რომ ავიდეს, მაგ შემთხვევაში კალამი უნდა აიღოს ჯერ, ანუ pen აფი გვინდა რომ ხაზი არ დახატოს, მობრუნდეს left მარცხნივ forward-ი 25 პიქსელით და right-ი გვინდა ისე 90 რომ საწყის პოზიციაზე დადგეს. გავუშვათ, მივუთითეთ ფერი. green. enter. ჩაასხა ფერი და ავიდა ზევით ახლა არ ჩანს. შეხედეთ ახლა გვეუბნება ისევ ფერი მიუთითეთ, ხო? აქ რომ red მიუთითოთ, ნახეთ ისევ 100 პიქსელის მქონე წრეს დახატავს, აი ზევით. და კიდე რომ მიუთითოთ, მაგალითად blue მიუთითოთ, დახატავს და ზევით აბა. yellow და ავიდა ზევით. მაგრამ ჩვენ ის უნდა დავხატოთ აქ. შუაში და წრეები უნდა დავაპატარავთ. ამისათვის აი აქ ჩვენ უნდა შევამციროთ რადიუსი. ანუ რადიუსი უნდა შევამციროთ 25 პიქსელით ყოველ ჯერზე. ანუ აქ უნდა დავწეროთ -25. ეს იგივე ჩანაწერია, აი მოდი გავუშვათ კიდევ თავიდან, მაგალითად იყოს black-ი. მერე იყოს ready, მერე green და როგორც ხედავთ აკეთებს. მაგრამ რადიუსი, ეს იგივე ჩანაწერია, რადიუსი უდრის -25. ანუ რადიუსი გახდეს ახალ ეტაპზე, ყოველ შემდეგ ეტაპზე გახდეს წინა მნიშვნელობას გამოაკლდეს 25. ახლა გავუშვათ red, blue და როგორც ხედავთ ასედაც აკეთებს. კარგი, წესით დავამთავრეთ, submit continuous დავაჭიროთ, უნდა ჩაგვეთვალოს, ჩაგვეთვალა კიდეს, გადავედით submit continuous დავაჭიროთ და გადავედით შემდეგ დავალებაზე. ახლა აქ რა გვაქვს გასაკეთებელი, ესე იგი 4 მარტკუთხედი გვაქვს გასაკეთებელი. ფუნქციებს უნდა შევქმნათ, ასევე უნდა ვკითხოთ სიგრძე, თუ რა სიგრძის მარტკუთხედი დახატოს. პირველ რიგში აი აქ უნდა მოვიყვანოთ ჩვენი კლუ, ამიტომ დავუწეროთ pen up და set position. set position-ი აი ამ წერტილზე კუხომ დასაწყისში ცენტრში არის 0 და 0-ზე კოორდინატებით. აი ამ წერტილზე -200 და -200 არის. -200 და -200. შემდეგ აქ უკვე უნდა დავიწყოთ კვადრატის დახატვა, უკვე უნდა ვკითხოთ თუ რა ზომის კვადრატი დახატოს და ამიტომ შეგვიძლია შევქმნათ სვლადი, მაგალითად square length დავარქვათ, უდრის და აუცილებლად აქ უკვე სვლადი არის რიცხვი, ხო? ინტეჯერი. ამიტომ აქ უნდა დავწეროთ int input, ანუ მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს აუცილებლად რიცხვი. int input გავხსენით ჭალი და enter მაგალითად length შეიყვანე სიგრძე, ხო? length სიგრძის უნდა იყოს ჩვენი კვადრატი. ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავხატოთ ერთი კვადრატი და უნდა წავიდეთ წინ და აქ კიდე მეორე დავხატოთ, მესამე და მეოთხე. ამიტომ 4-ჯერ უნდა გავიმეოროთ სულ
კვადრატის დახატვის ფუნქცია, ხო? ამიტომ გვინდა ჩვენ for I in range ჩავსვათ 4, გადავიდეთ გვერდით 4 და ქვევით ჩამოვიდეთ. როდესაც აქ შევეკითხებით უკვე რა სიგრძის მართკუთხედი დახატოს, კალამი აქვს აღებული კულს, ამიტომ პირველ რიგში pen down გვინდა და შემდეგ შევქმნათ ფუნქცია და ამ ფუნქციას მაგალითად დავარქვათ rect ქვედატირე draw. draw rect. ჩამოვიდით ქვევით, აქ define rect ქვედატირე draw ქვედატირე გადავიდით გვერდით 2 და enterს დავაჭირეთ. ახლა რას ვაკეთებ? თუ მართკუთხედი გვინდა რომ დავხატოთ, ესე იგი წინ უნდა წავიდეს square length-ის მანძილით, ანუ მოხარებელი რასაც შეიყვანს იმდენი პიქსელით უნდა წავიდეს წინ, მოbrunდეს მარცხნივ, ისევ წინ წავიდეს, მოbrunდეს მარცხნივ, ისევ წინ, მოbrunდეს მარცხნივ, ისევ წინ და ისევ მოbrunდეს მარცხნივ. ანუ forward-ი აი ამ მანძილით square length-ით და left-ი 90 გრადუსით გვიმეორდება, აი მაგალითად მივდიდეთ 50, ხო? rect draw სხვანაირად მაქვს დაწერილი rect draw Ctrl+C rect do მაგალითად წავიდა აქ 50 მივდიდე enter წავიდა წინ და 4 ჯერ გააკეთა კი ბატონო ეს, მაგრამ მე მინდა რომ ეს კიდე 4 ჯერ გააკეთოს, ანუ წინ წავიდეს და აქაც გააკეთოს მართკუთხედი, წინ წავიდეს, აქაც გააკეთოს მართკუთხედი, წინ წავიდეს, აქაც გააკეთოს მართკუთხედი და ისევ ქვევით ჩამოვიდეს. ეს რომ დავაკომენტაროთ, კონტროლ კითხვის ნიშანი, გავუშვათ. ეს shift-აბით უკან დავწიეთ, გავუშვათ და აი აქ მაგალითად 50 მივდივართ enter. ხომ წავდა წინ და მოbrunდა მარცხნივ და აქ გაჩერდა. ესე იგი, ეს კოდი ჩვენ უნდა გავაკეთოთ 4 ჯერ, ანუ ეს უნდა ჩავსვათ for I in range-ში 4 ჯერ. იმიტომ რომ 4 ხაზი აქვს კვადრატს და 4 ჯერ უნდა გაიმეოროთ წინ წასვლა და მარცხნივ მომბრუნება, ანუ tabs დავაჭიროთ ახლა და მოვციოთ მარცხნივ. ახლა ეს for-ი რატომ დავაკომენტარე, მაგასაც მივხვდებით. გავუშვით, მაგალითად 20 მინუტით enter-ი, წავიდა და დახატა ეს 20 პიქსელის სიგრძის მქონე კვადრატი. ახლა აქედან აქ უნდა წავიდეს და მარცხნივ მომბრუნდეს, ხო? ეს შეგვიძლია უკვე აი აქედან დავწეროთ, ანუ როდესაც ეს for-ი დასრულდება, ანუ ერთ კვადრატს როდესაც დახატავს, გადმოვიდეთ აქ და აქ უნდა დავწეროთ ახლა კოდი, რომ ეს წავიდეს აი ამ პოზიციაში და მომბრუნდეს მარცხნივ. ანუ პირველ რიგში pen up გვინდა pen up, რომ ქვედა ხაზზე არ გაავლოს ეს ხაზი, მერე forward გვინდა forward და როგორც იცით აქედან აქამდე მანძილი 400 პიქსელია, იმიტომ რომ ცენტრში როდესაც არის 0-დან 0-ია, ცენტრიდან მარცხნივ -200-ია, ცენტრიდან მარჯვნივ 200-ია და მთლიანად პიქსელი 400-ია, ხო? ანუ 400 პიქსელით წავიდეს წინ. შემდეგ pen down დადოს კალამი და left 90 გრადუსით. გავუშვათ, მივდიდეთ მაგალითად 40, enter დახატა 40, წავიდა წინ, მოbrunდა მარცხნივ და აი ეს ახლა რაც გააკეთა, ეს უნდა გაიმეოროს 4 ჯერ, ანუ დახატოს კვადრატი, წავიდეს წინ, დახატოს კვადრატი, წავიდეს წინ, კიდევ დახატოს, წავიდეს და კიდევ დახატოს და წავიდეს, ანუ 4 ჯერ უნდა გაიმეოროს. ანუ ზუსტად ეს for-ი გვჭირდება აქ ამისათვის. ახლა გავუშვათ, მივდიდეთ 60, აქ როგორც ხედავთ მოვხსენი კომენტარი და ეს ტაბით გამოვწია წინ. რანს დავაჭირე 60 დავწერე enter დახატა 60 პიქსელის მქონე კვადრატი და 4 ჯერ გააკეთა. ძალიან კარგი. შეგვიძლია აქ speed-ის მივუთითოთ, speed, მაგალითად 0 რო დავწეროთ, ყველაზე ჩქარი არის.
80 enter კაც, ეგრევე გააკეთა. Submit continue და წესით უნდა ჩაგვითვალოს.